ვაჟა ზუსტად იმეორებს იმას, რასაც ქრისტიანულის ნეობა ქადაგებს. შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, მაგრამ ამ იდეალის განხორციელებას ხელს უშლის ორი საწყისის, კაცისა და არაკაცის არსებობა ადამიანში. ორივე საწყის ვაჟამ მკაფიოდ ახასიათებს ლექსში კაი ყმა, როცა სვამს კითხვას, კარგ მინავს თქვათ ვარშებო ნათქვამი არ აქვს ხვენოდეს. კაცი უნდა იყოს მეომარი, პირველად მის დამწყები ბრძოლის ვალს ბოლოს წირავდეს. ბრძენი მრჩეველი, სწორ ფიქრს აძლევდეს თემს სოფელს, ცდუნება არას ძირავდეს. სიმართლის მცველი, იქით დგას ხმალა მოწყვლილი საძალვა, აღმაც კვალავდეს, გაბერჩავებულ სიმართლეს უსამართლობას ზალავდეს. ნოგეშის მცემელი, სიცხეში სიო დაჰბეროს დაათბოს როცა ჰყინავდეს. უშიშარი და შეუდრეკელი, თავზარსა სცემდეს სიკვდილსა ზეთქორებულად ფრინავდეს. უანგარო, უხარბო, სახელის პატივის მცემელი და დამფასებელი. სჯომ მოკვდეს მშიერ ტიტველი, კვდებოდეს, არა გმინავდეს, თავის სამარხად სუდრა და მარტო სახელსა სწირავდეს. სწორედ ამ კაცებრივ საწყის უპირისპირდება და ებრძვის არაკაცებრივი საწყისი, რომელიც ვაჟასავე დახასიათებით ამგვარია. არა თქვენ სადი აცენო. ან რისათვისა კვდებითა. აქაც ქრისტიანული კონცეფციის შესაბამისად ქრისტე და ანტიქრისტე დაპირისპირებულია ორი ხატი, კაცი და არაკაცი. კაცებრივია ის, რაც ქრისტიანულია, არაკაცებრივია ის, რაც არაქრისტიანულია. კაცისა და არაკაცის დაპირისპირება ვაჟაში მოქმედებაში ხშირად მეორდება. კაი ყმაში გამოთქმულ აზრს ზუსტად ეხმიანება ის, რასაც ამობს ლექსში, ის კი არ არის ბიჭობა.